ბოტულინო თერაპია გამოიყენება პირველადი ჰიპერჰიდროზის დროს, რა დროსაც პაციენტს აწუხებს მომატებული ოფლიანობა ხელის კუნლებზე, ფეხის კუნლებზე და იღლიებში. ამ დროს ტოქსინი კეთდება კანქვეშ, კონკრეტულ მიდამოებში, შედეგი დგება დაახლოებით 2 კვირაში და საშუალოდ გრძელდება 6 თვემდე. ამიტომ პაციენტი საჭიროებს პერიოდულად განმეორებით პროცედურებს. ასევე იცით თუ არა, რომ მიკრონიდლინგის პროცედურას შეუძლია საკმაოდ გააუმჯობესოს აკნეს შემდგომი ნაწიბურები. მიკრონიდლინგის ტექნიკა არის საკმაოდ უსაფრთხო, მარტივი და არაინვაზიური მეთოდი, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება აკნეს შემდგომი ნაწიბურების მკურნალობაში, ეგზოსომებთან, მეზოთერაპიასთან და პლაზმოთერაპიასთან კომბინაციაში. ასევე იცით თუ არა, რომ ბოტულინო ტოქსინი გამოიყენება არა მხოლოდ ნაოჭების საპრევენციოდ, არამედ ჭარბოფლიანობასთან საბრძოლველადაც. ბოტულინო თერაპია ჰიპერჰიდროზის საწინააღმდეგოდ, ბიორევიტალიზაცია იოგოვანი აპარატის გაჯანსაღებისთვის და მიკრონიდლინგი აკნეს შემდგომი ნაწიბურების მკურნალობისთვის. აღნიშნული პროცედურები შეგიძლიათ ჩაიტაროთ კლინიკა მიკროდერმაში. გისურვებთ ჯანმრთელობას.